ზღვასა ზედა გონებდეს ვითარმეთ საოცარ აიმიარს და ღაღატყვეს რამე თუ ყოველთა იხილეს იგი და შედრწუნდეს და მეხსეულად ეთყო და მათ დარქვა გულყრობილი იყუნეთ მე ვარ ნუ გეშინინ და აღვიდა მათთანა ნავსა და დასხრა ქარი იგი და უმეტესად დაუკვირდებოდა მოწაფეთა მისთან რამე თუ ვერ გულისხმაყვეს პურთა მათ ზედა რამე თუ იყვნენ გულნი მათნი დასრულებულ და წიახდეს და მოვიდეს ქვეყანა გენესარეთად და ვითარ გამოოდენ ვიდეს მიერ ნავით მეხსეულად იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და მიმორბიოდეს ყოველ სამას სოფლებსა და იწყეს მოგებად ყოველთას ნეულთა ცხედრებითა სადაც ესმა ვითარმეთ მონარს და ვიდრეცა შევიდოდა დაბნებსა და ქალაქებსა და აგარაკებსა და უბანთაზე და დაზგმიდეს უზდურთა მათთა და ევედრებოდეს მას რაითა ფესვაოდენ სამოსლისასა შეეხონ და რაოდენი შეეხებოდეს სხონდებოდეს სახარება მარკოზისი თავი მეშვიდე და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელიმე მწიგნობართაგანი რომელნი მოსრული იყვნენ იერუსალიმით და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანი შეგინებულითა ხელითა ესე იგი არს უბანელთა ხელითა ჭამდეს პურსა და ხმობდეს რამე თუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა უკეთო არა იდაყვიდგან დანიბანიან ხელნი არა ჭამიან რამე თუ ეპყრამათ მოცემული იგი მოძღვრებაი ხუცესთაი და უბანთაგან რაი შევიდინ უკეთო არა იბანიან არა ჭამიან და სხვაიცა მრავალი არს რომელი მოეღო ყრობად განრცხა ის ასუმელებისაი და სტამნებისაი და ქობებისაი და ცხედრებისაი მაშინ ჰკითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა რაისათვის მოწაფენი შენი არავლენან მოძღვრებისაებ ხუცესთაისა არამედ უბანელითა ხელითა ჭამენ პურსა ხოლო იესო მიუგოდარქვა მათ რამე თუ კეთილად თქვა ესაია წინასწარმეტყველმან თქვენ ორ გულთათვის ვითარცა წერილ არს ვითარმეთ ერი ესე ბაგითა მათითა პატივის მცემსმე ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან ამაოდ მსახურებენ მე ასწავებენ მცნებასა და მოძღვრებასა კაცსასა და დაგიტევებიეს მცნება იღმთისაი და გიფყრიეს მოძღვრებაი კაცთაი განრცხა ეს ასუმელებისაი და სტამნებისაი და სხვასა ესე ვითარსა მრავალსა ჰყოფ და ეთყოდა მათ კეთილად შეურაცხყოფ ცნებასა ღვთისასა რაითა მოძღვრებაი თქვენი დაამტკიცო რამე თუ მოსე თქვა პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა და რომელმან ბოროტი თქვას მამისათვის გინდა დედისათვის სიკვდილით მოყვედინ ხოლო თქვენს თქვით უკეთო რქვას კაცმან მამასა ნუ დედასა ყორბან რომელ არს ნიჭი რომელი რაი ჩემგან სარგებელ გეყოს და არა უტევებთ მათ მამასა და დედასა ყოფად და დაუმტკიცებელ გიყოფიეს სიტყვა ღვთისაი მოძღვრებითა მაგით თქვენითა რომელთა ასწავებთ და მსგავსა ამათსა მრავალსა ჰყოფ და მოუწოდა ყოველსა მას ერთსა და ეთყოდა მათ ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისხმახავ არა რაი არს კაცისა გარეთ შემავალი მისა რომელმანცა შეაგინა იგი არამედ რომელი გამოვალს მისგან იგი არს რომელი შეაგინებს კაცს რომელსა ასხენ ყურნის მენად ისმინენ და ოდე შევიდა სახით ერისა მისგან კითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთვის და რქვა მათ ეგრეთვე თქვენცა
უგულისხმოვე ხართა და არა გიცნობიეს, რამე თუ ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინებს. რამე თუ არა შევალს გულსა არამედ მუწლად და განსვლით გავალს და განწმენს ყოველსა ჭამათსა. და ითხოვდა, ვითარმედ კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა. რამე თუ შინაგან გულისაგან კაცთა ისა, გამოვლენან გულის სიტყვანი ბოროტნი, ბრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის კლანი, ანგარებანი და უკეთორებანი, ზაკვანი, არაწმინდებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნებანი, უგუნურებანი. ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა. და მიერაღდგა და წარვიდა საზღვართა თვიროსისათა და სიდონისათა. და შევიდა სახლსა და არა უნდა რაიმცა აგრძნა ვინმე და ვერ ხელეწიფა დაფარვად. რამე თუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთვის, რომელსა ესო ასული სულით არაწმინდითა ურვეული და მოვიდა და შეურდა ფერთა მისთა. ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართ, ნათესავით ასული ფინიკიელი ზღვის კიდით. და ევედრებოდა მას, რათა განხადოს ეშმაკი იგი ასულისა მისის. ხოლო იესო რქვა ამას, მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამე თუ არა კეთილარს მოგებად პურისა შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ხოლო მან მიუგოდა რქვა, უფალო, რამე თუ ძაღლნიცა ტაბლასა ქვეშ ეჭამედ ნამოსრევისაგან შვილთა ის. ხოლო იესო რქვა ამას, მაგის სიტყვისათვის ვიდოდე, განსრულარს ეშმაკი ასულისაგან შენისა. და წარვიდა დედაკაცი იგი სახითვისა და პოვა, რამე თუ ეშმაკი იგი განსრული იყო და ასული იგი მისი შემოსილი მჯდომარე ცხედარსა ზედა. და მერმე კვალად გამოვიდა საზღვართაგან ტვიროსისთა და სიდონისათა და მოვიდა ზღვასა მას გალილეაისასა, შორის საზღვართა 10 ქალაქისათა. და მოართვეს მას ყრუი და ძნიად მეტყველი და ევედრებოდეს მათ, რათა ხელი დასდვას მას ზედა. და განიყვანა ერისა მისგან თვისაგან და დაასხა თითნი მისნი ყურთა მისთა, ნერწყვა და შეახვენასა მისსა. და აღიხილნა ზეცად და სული თქვნა და რქვა მას, ეფათა, რომელარს განეხვენით. და მექვსეულად განეხუნეს მას სასმენელნი და განხსნდა კრულება ენისა მისისაი და იტყოდა მართლიად. და ამცნო მათ, რათა არავის უთხრან და რაოდენი იამცნებდა მათ, იგინი უფრო ის მიმოდაზდებდეს. და უმეტესად განუკვირდებოდა და იტყოდეს, ყოველსავე კეთილსა იქმს, ყრუთა ასმენს და უთხთა ატყვევს. სახარება მარკოზისი, თავი მერვე. მადრეთა შინა, მერმე კვალადერი მრავალი იყო და რა იაქონდა რაიმცა ჭამეს. მოუწოდა მოწაფეთა თვისთა და რქვა მათ, მეწყალის მეერი ესე, რამე თუ 3 დღეას ვინაიდან მელიან მე და რა იაქოს რა იჭამო. და უკეთო განუტევნე უზმანი ვანათ მათდა და დახსნეთ გზასა ზედა, რამე თუ რომელიმე მათგანი შორით მოსრულ არიან. და მიუგეს მოწაფეთა მისთა და რქვეს, ვინაით ძალგვიც განძღება და კაპურითა ესოდენისა ერისა უდაბნოსა ზედა. და კითხა მათ, რაოდენი გაქოს პური, ხოლო მათ რქვეს 7. და უბრძანაერსამას დასხდომა ექვეყანასა და მოიყო 7 იგი პური, მადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა თვისთან, რათა დაუგონ მათ და დაუგესერსამას. და აქ უნდა თევზიცა მცირე და იგიც აკურთხა და უბრძანა მათ დაგება.
და ჭამეს და განძღეს. დაღიღეს ნეშთი იგი ნამოსრევი 7 ფირიდი. და იყვნეს რომელთა იგი ჭამდეს, ვით არ 4,000 ოდენ და განუტევნა იგინი. და მეხსნეულად შევიდა იესო ნავსა მოწაფეთა მისთათანა და წარვიდა ადგილთა დალმანუთაისათა. და გამოვიდეს ფარისევლანი და იწყეს გამოძიებათ მისთანა და ითხოვდეს მისგან სასწაულსა ზეცით და გამოსწრიდეს მას. და სულ თითქუნა სულითათვის ითადა თქვა, რა იარს ნათესავი ესე, რომელი ეძიებს სასწაულსა. ამინ გეტყვი თქვენ, არა ეცეს ნათესავსა ამას სასწაული. და დაუტევნა იგინი და კვალად შევიდა ნავსა და წარვიდა მიერ კერძო. და დაავიწყდა მიღებად პური და ერთი ხოლო პური აქ უნდა მათ ნავსაშინა. და ამცნებდა მათ იესო და ეთყოდა, იხილე და ეგრძარენი ცომისაგან ფარისეველთაისა და ცომისაგან ჰეროდიანთაისა. ხოლო იგინი განიზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს, ვით არ მეტ პური არა გვაქვს. და გულისხმა ხო იესო და რქვა მათ, რა ისაზრახავს გულთა თქვენთა მცირედ მორწმუნენო, რამე თუ პური არა გვაქვს. არა გიცნობიეს არცა მოიხსენეთ, რამე თუ დაბრმობილნი გული ქონან თქვენ. თვალ გასხენ და არა ხედავთ, და ყურ გასხენ და არა გესმის და არა გიცნობიეს არცა მოიხსენეთ. ოდეს იგი 5 პური გამტეხე 5,000-თვის და რაოდენი გოდორი სავსე ნამოსრევი აღიღეთ, ხოლო მათ თქვეს 12. და ოდეს იგი 7 4,000-თა რაოდენის ფირიდი ნამოსრევი აღიღეთ და მათ თქვეს 7. ხოლო იესო რქვა მათ, ვით არ არა გულისხმა ჰყავთ. და მოვიდა ბეცაიდა და მოგვარეს მას ბრმაი და ევედრებოდეს მას, რაითა შეახოს მას. და უყრა ხელი ბრმას ამას და განიყვანა იგი გარეშე დაბასა და ღნერწვა თვალთა მისთა. და დასდვა ხელი მისი და ჰკითხა მას, რასაძი ხედავ. და ღიხილნა და იტყოდა, ხედავ კაცთა, ვით არცა ხეთა მომავალთა. და მერმე კვალა დაასხნა ხელნი თვალთა მისთა და აღუხილნა და მან აღიხილნა და კვალად მოეგო და ხედვით და ბრწყინვალეთ ყოველთა. და წარავლინა იგი სახით თვისა და რქვა, წარვეთ სახით შენდა. და დაბაირა შეხვიდე, ნუ რას ვის უთხრობ დაბასა შინა. და გამოვიდა იესო და მოწაფენი მისნი დაბნევსა მას კესარია ფილიპესასა და გზასაზე და კითხვიდა მოწაფეთა თვისთა და ეთყოდა მათ, რა ეთქვიან კაცთა ჩემთვის ყოფაი. ხოლო მათ მიუგეს და რქვეს მას, იოანე ნათლისმცემელი და სხვათა ელია და სხვათა ერთი წინასწარმეტყველთაგანი. თქვა მათ იესო, თქვენ რა ის თქვით ჩემთვის, ვინ ვარ მე? მიუგო მას პეტრე და რქვა, შენ ხარ ქრისტე. და შეხრისნა მათ რაით არავის უთხრან მისთვის. და იწყო სწავლათ მათ და ვით არ მეჯერ არ ძისა კაცისაი, ფრიად ვნებად და შეურაცხყოფად მოხუცებულთაგან და მღვდელმთავართა და მწიგნობართა და მოკლად და მესამესა დღეს აღდგომად. და განცხადებულად სიტყვას ამას ეთყოდა და განრა იყვანა იგი პეტრე და იწყო ბრალობად მის ამის სიტყვისათვის. ხოლო თავადი მიექცა და იხილნა მოწაფენი თვისნი. შეხრისნა პეტრეს და რქვა მას, წარვეთ ჩემგან მართლოკო ნეშმაკო, რამე თუ არ აზრახავ ღვთისასა, არამედ კაცთასა. და მოუწოდა ერთსა მას მოწაფეთა მისთათანა და რქვა მათ, რომელსა უნებს შემდგომა ჩემსა მოსვლაი, უარყავენ თავითვისი და აღიღენ ჯვარითვისი და შემომიდეგინ მე. რამე თუ რომელსა უნდეს სულისათვის ისა განრინებაი, წარიწყმიდოს იგი. და რომელმა წარიწყმიდოს სულითვისი ჩემთვის, გინესახარებისათვის მან აცხოვნოს იგი. რა ისარგებელ არს კაცისა უკეთო შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სულითვისი იზღვიოს. ანუ რა იმისეს კაცმან ნაცვლად სულისათვის ისა, რამე თუ რომელსა იგი სიცხვილე ულუჩნდეს ჩემი და სიტყვათა ჩემთა ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანსა კაცისა მან არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისათვის ისაითა ანგელოსთა თანაწმიდათა.
მარკოზისი თავი მეცხრე და ეთყოდა მათ ამინ გეტყვი თქვენ რამე თუ არიან ვინმე აქ ამ მდგომარეთაგანი რომელთა რა იხილონ გემოისიკვდილისაი ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღვთისაი მომავალი ძალითა და შემდგომად 6 დღესაც არიყვანა იესო პეტრე და იაკობ და იოანე და აღიყვანა იგინი მთასა მაღალსა თვისაგან მარტონი და იცვალა სხვა ხატა წინაშე მათსა და სამოსელი მისი იქნა ბრწყინვალე და სპეტაკ ვითარცა თოვლი რომელი ყოველსავე მრკვინვალესა ქვეყანასა ზედა ვერ ხელეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად და ეჩვენა მათ მოსე ელიაის თანა და იყვნენ იესოის თანა და ზრახვიდეს და მიუგო პეტრე და რქვა იესოს რაბი კეთილარ ჩვენ და აქა ყოფაი ქნეთ ახა სამტალა ვარ ერთი შენთვის ერთი მოსესთვის და ერთი ელიაისათვის რამე თუ არა იცოდა რა იმცა მიუგო რამე თუ იყვნენ შეშინებულ და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ და ხმა იყო ღრუბლით გამოდა თქვა ესი არს ძე ჩემი საყვარელი მაგისი ისმინე და მეხსეულად მიმოიხილეს და არავინ იხილეს გარნა იესო ხოლო მათთანა და გარდა მორაი ვიდოდეს მიერ მთით ამ ცნომად რაით არავის უთხრან რა იგი იხილეს გარნა ოდესზე კაცისა იმკვდრეთით აღდგეს და სიტყვა იგი დაიმარხეს თვისაგან თვისისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას ვითარმედ რა იარს იგი ოდეს მკვდრეთით აღდგეს და კითხვიდეს მას და ეთყოდეს ვითარმე იტყვია მწიგნობარნი ელიაისა ჯერას პირველად მოსვლაი ხოლო თავადმა მიუგო და რქვა მათ ელია მოვიდეს და კვალა დაგოს ყოველი და ვითარ წერილარ ძისა კაცისათვის რაი ფრიად ევნოს და შეურაცხი იქნეს არამედ გეტყვი თქვენ რამე თუ ელია მოვიდა და უყვეს მას რაოდენი უნდა ვითარცა წერილარს მისთვის და მოვიდა მოწაფეთა მისთა თანა იხილა ერი გარემო მათსა და მწიგნობარნი გამოეძიებდეს მათთანა და მეხსოვლად ყოველმან ერმან იხილა იგი და დაუკვირდა და მორბიოდეს და მოიკითხეს იგი და კითხა მწიგნობართა მათ და რქვა რასა გამოეძიებდეთ ურთიერთას და მივინმე ეუგო მას ერთმან მან ერისაგან მან და რქვა მოძღვარ მოვიყვანე ძე ჩემი შენ და რომლისათანა სული უთყვებისაი და სადაცა დააფხრის იგი და აკვეთის და პეროვინ და იხრჭენ კბილთა და განხმებინ და უთხარ მოწაფეთა შენთა რაით ამსა განკურნეს და ვერ შეუძლეს მიუგო იესო და რქვა ჰოი ნათესავი ურწმუნოი ვიდრემდე ვიყო თქვენთანა ვიდრემდე თავს ვიდებდე თქვენსა მომგვარეთ მე იგი აქ და მოგვარეს იგი მას და იხილა რა იგი მეხსეულად სულმან არაც მინდა მან დააკვეთა იგი და რა იეცა ქვეყანასა გორვიდა და პეროოდა და კითხვა იესო მამასა მისსა რაოდენი ჟამი არს ვინაიდან შეემთხვა ესე ხოლო მან რქვა სიხრმიდგან და მრავალ გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა რაით ამსა წარწყმდა ეგე არამედ რაით ძალგიც შემეწიენ ჩვენ უფალო და წყალობა ჰყავთ ჩვენთვის ხოლო იესო რქვა მას უკეთო ძალგის რწმუნებად ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა და მეხსეულად ხმა ჰყო მამამან მის ხრმისამან და რქვა ცრემლით წამს შემეწია ურწმუნოებასა ჩემსა და ვითარცა იხილა იესო რამე თუ შეკრებებოდა ერიმის ზედა შეხრისხა სულსა მას და რქვა უთხსა და ხრუსა სულსა მე გიბრძანებ შენ განვედ მაგისაგან და ნურღარა შეხვალ მაგისა და ღაღატყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან და იქნა იგი ვითარცა მკვდარი ვითარმედ მრავალნი იტყოდესსა ვითარმედ მოკვდა ხოლო იესო უფკრა ხელი მისი და აღადგინა იგი და აღდგა და ვითარცა შევიდა იესოს სახით მოწაფეთა მისთა თვისაგან კითხეს მას რა ისათვის ჩვენ ვერ შეუძლეთ განძებათ მას ხოლო თავადმა რქვა მათ ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არც განსვლად გარნა ლოცვითა და მარხვითა და მიერ განვიდე და წარმოვიდინდეს გალილეასა და რა უნდა რაით ამცა აღრძნა ვინ რამე თუ ასწავებდა მოწაფეთა თვისთა და ეთყოდა მათ რამე თუ ძე კაცისაი მიეცემის ხელთა კაცთასა და მოკლან იგი
და მორაიკუდეს მესამესა დღეს აღდგეს. ხოლო იგინი უმეც არ იყვნეს სიტყვასა ამას და ეშინოდა კითხვათ მისა. და მოვიდა კაპერნაუმ და ვითარცა შევიდა იგი სახლსა და კითხვიდა მათ, რასა იგი იცილობდეს ურთიერთას გზასა ზედა. ხოლო იგინი დუმნეს. რამე თუ ურთიერთას ითხოვდეს გზასა ზედა ვითარმედ ჩვენგანი ვინმე უდიდეს იყოს და დაჯდა და მოუწოდა 12-თა მათ და რქვა, ვის უნდეს თქვენგან საპირველ ყოფაი, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ. და მოიყვანა ყრმაი და დაადგინა იგი შორის მათსა და მკლავთა მიიქვა იგი და თქვა მათ, რომელმან ერთი ამათგანი ყრმაი შეიწყნაროს სახელისა ჩემისათვის, მე შემიწყნაროს. და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი ჩემი. მიუგო მას იოანე და რქვა, მოძღვარ, ვიხილეთ ვინმე, რომელიც სახელითა შეინთა ეშმაკთა განასხმიდა, რომელიც ჩვენ არა შეგვიდგეს და ვაყენებდით მას, რამე თუ არა შეგვიდგეს ჩვენ. ხოლო თავადმა რქვა, ნუ აყენებთ მას, რამე თუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალის სახელითა ჩემითა და ხელეწიფოს ბოროტის სიტყვაც ჩემდა. რამე თუ რომელი არა ჩვენ და მტერას, იგი ჩვენ კერძო არს. რომელმან გასვას თქვენ სასუმელი წყლისა ის სახელად ჩემდა, რამე თუ ქრისტესნი ხართ, ამინ გეტყვი თქვენ, არა წარუწყდეს სასყიდელი მისი. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირე თაგანი მორწმუნეთაი ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისცა, გამო თუმცა იბა ქეთსა მისა წისქულისა ქვაი, ვირით საფქველი და შთავარდა ზღვასა. და უკვე თუ დაგაბრკოლებდეს ხელი შენი, მოიკვეთე იგი, უმჯობეს არს შენ და უხელოისა შესწვლად ცხოვრებასა, ვიდრე ორითა ხელითა ხმასა და შესწვლად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეცსა. სადა იგი მატლი მათი არა მოაკლდების და ცეცხლი არა დაშტების. და უკვე თუ ფერხი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკვეთე იგი, უმჯობეს არს შენ და მკელობელისა შესწვლად ცხოვრებასა, ვიდრე ორითა ფერხითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეცსა. სადა იგი მატლი მათი არა დაესრულების და ცეცხლი არა დაშტების. და უკვე თუ თვალი შენი გაცნუნებდეს შენ, აღმოიღე იგი, უმჯობეს არს შენ და ერთითა თვალითა შესვლად სასუფეველსა ღვთისასა, ვიდრე ორითა თვალითა შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისა უშრეტისასა. სადა იგი მატლი მათი არა დაესრულების და ცეცხლი არა დაშტების. რამე თუ ყოველივე ცეცხლითა დაიმარილოს და ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს. კეთილარს მარილი, ხოლო უკვე თუ მარილი უმარილო იქნეს, რაითაღა შეინელოს იგი. გაქვთ თავისა თქვენისა მარილი და მშვიდობით იყვნეთ ურთიერთას. სახარება მარკოზისი, თავი მიათე. და აღდგა მიერიესო და მოვიდა საზღვართა